განვაგრძობთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მუშაობას თბილისის დროით გახლავთ 16 საათი 14 წუთი და ჩვენ კვლავ დავბრუნდებით ამინდის თემატიკას, იმიტომ რომ ეს ზაფხულის გარკვეულწილად უჩვეულო იყო ჩვენთვის, წვიმების კასკადი, შემდეგ ცხელი დღეები, საინტერესოა როგორი იქნება ამთვის მიწურული მომავალთვის დასაწყისი და თემებზე პასუხის გასაცემა ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროს ქალბატონო ხათუნა ქოქოსაძეს გავესაუბროთ, რომელიც ხაზია. ქალბატონო ხათუნა, გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? დიახ, მოგესალმებით. მადლობა რომ გვერდთვევით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ხათუნა, სანამ თქვენ გვეტყვით ამინდის პროგნოზე, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ჩვენ გვაქვს მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, გარკვეული აღქმა, რომ წვიმების ასეთი რაოდენობა ერთგვარად ანომალიური იყო და შეუსაბამო თითქოს ზაფხულთან გაზაფხულისას უფრო გავდა აი ეს ბოლო პერიოდში რაც იყო. რამდენად შესაბამისობაშია და მეორეს მხრივ, რამდენად ვგრძნობთ უკვე მკვეთრად ამინდის კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგებს? დიახ, ეხლა წინა წელს თუ შევადარებ და გავიხსენებთ გაწყდა ქალბატონ ხათუნასთან ხმა. ჩვენ ვეცდებით ხელახლა დავუკავშირდეთ ქალბატონ ხათუნას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსთან კომუნიკაციას ვცდილობთ და ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი იქნება ამინდი ამ თვის ბოლოს, უფრო კონკრეტულად აგვისტოში და მე მგონი კვლავ ხაზია ქალბატონი ხათუნა, ჯერ კითხვაზე გვიპასუხეთ თუ შეგიძლიათ და თუ გესმით ჩვენი ხმა. დიახ, მესმის, ანუ თვის ბოლოს ამ თვის, ანუ ივლისის ბოლო კვირა დასავლეთ საქართველოში კვლავ დროგამოშვებით წვიმები იქნება, თუმცა ტემპერატურის უფრო ისეთი ინტენსიური მატება დაიწყება და დასავლეთ საქართველოში 27-38 გრადუსამდე მოიმატებს. აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა აქ კიდევ უფრო მაღალია 38-39 გრადუსამდე შეიძლება მიაღწიოს. რაც შეეხება აგვისტოს თვეს, აგვისტო კლიმატურ ნორმასთან შედარებით ცოტა 1 გრადუსით ცხელი იქნება. მაღალი იქნება ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით. კონკრეტულად რომ ვთქვათ, დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 23-25 გრადუსი. მთიან რეგიონებში 23 გრადუსი და მაღალმთიან ზონაში 17-20 გრადუსამდე, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და ცალკეულ დღეებში შესაძლებელი არის ტემპერატურის მომატება. სანაპირო ზოლში 30 კოლხეთის დაბლობ ქვემო ქუში მათ შორის თბილისში შესაძლებელი არის ტემპერატურა 37-40 გრადუსამდეც კი მიაღწიოს. ასევე საკმაოდ ისეთი მაღალი ტემპერატურები არის მთიან და მაღალმთიან ზონაში ცალკეულ დღეებში. დიახ, და ნალექს რაც შეეხება, ნალექი ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ცოტათი ნაკლები იქნება. თქვენ ბრძანეთ, რომ ცალკეულ დღეებში შეიძლება სიცხემ ტემპერატურა 37-40-მდე მიაღწიოს რეგიონებში, დედაქალაქში და ასევე ეს თქვათ აირეკლება ცალკეულ დღეებში მაღალმთიან რაიონებში. აი აქ თუ 37-40 იქნება ბარში, მაღალმთიანში ამ პერიოდში რამდენი შეიძლება იყოს? მაღალმთიან ზონაში 30-33 გრადუსამდე შეიძლება, ცალკეულ
დღეებში მოიმატოს და აი ეს უფრო მაღალ ტემპერატურას 39-40 გრადუსამდე მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე და ქვემო ქართლში, მათ შორის თბილისშიც არის შესაძლებელი საკმაოდ ისეთი მაღალი ტემპერატურა, მაგრამ კი მაშინ შიდა ქართლში, კახეთში 37-38 გრადუსამდე, ანუ იქ არ ვფიქრობთ, რომ 40 გრადუსამდე მოიმატებს. და მთიან რეგიონებშიც დაახლოებით 37-38 გრადუსი იქნება. ეს 39-40 გრადუს ვარაუდობთ, რომ იქნება უფრო კოლხეთის დაბლობზე და ქვემო ქართლში. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, ეს არის ცალკეული დღეების შემთხვევაში და აი ამ ცალკეული დღეების მოლოდინი რა კონკრეტულად რა პერიოდისთვის არის მოსალოდნელი? აი დაახლოებით უფრო 10 აგვისტოს მეორე მესამე დეკადაში უფრო ველოდებით. და თქვენ ბრძანეთ, რომ ნალექები ნაკლები იქნება, ხო? ამ სიცხეების ფონზე. ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ცოტათი ნაკლები იქნება ნალექები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ისეთი რომ ნალექი არ იყოს და წვიმა არ გქონდეს, ასეთი ანუ ესეთი ტოტალური გვალვა მოსალოდნელი არ არის. დიახ, ანუ გვალვები ცალკეულ პერიოდში შეიძლება იყოს რამდენიმე დღიანი, ან ერთკვირიანი ესეთი უნალექო ამინდები, მაგრამ ისე რომ მთლიანად აგვისტოში საერთოდ ნალექი არ გქონდეს, ასეთი რა თქმა უნდა არ გვექნება. აი უფრო უნალექო ამინდი იქნება მეორე დეკადაში, აი 10-დან 20 აგვისტოს პერიოდში. გასაგებია. თქვენ ნალექზე საუბრობდით და ჩვენ აი დაუბრუნდები იმ პირველ კითხვას, რომელიც ჩაგვეშალა რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო. რამდენად იყო ეს ჩვენი ახმადობა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი წვიმა, რომელიც დამახასიათებელია გაზაფხულისთვის, ჩვენ ზაფხულის აი ამ პერიოდში ამ დოზით ვიხილეთ, არის თუ არა ეს უკვე გამოძახილი კლიმატის გლობალური ცვლილებისა თუ რაღაც ნორმის ფარგლებში იყო მაინც? იცით რა არის ეს კლიმატის ცვლილება, რა თქმა უნდა, უკვე საკმაოდ ისე ძლიერად მოქმედებს, ასე ვთქვათ, საქართველოზე და გარკვეულწილად ეს კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, აი ეს რაღაცა პერიოდი საერთოდ არ არის ნალექი და მე ერთ დღეში ან ერთ რამდენიმე დღეში შეიძლება მოვიდეს ან გადააჭარბოს მთლიანად თვის ნორმას. ეს რა თქმა უნდა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. თუმცა აი ბოლო წლებს რომ გადავხედოთ ძირითადად აი ეს ივლისის შუა რიცხვები აი ესეთი წვიმებით ხასიათდება, ხშირი არის და ანუ ეს უფრო ზაფხულის და გვალვიანი პერიოდებმა უფრო გადაინაცვლა აგვისტო-სექტემბრის პერიოდისთვის. ანუ ზაფხულის ცხელი ზაფხულის გვალვიანი ზაფხულის პერიოდმა გადაიწია უფრო შემოდგომისკენ? უფრო შემოდგომისკენ, კი, აი ადრე თუ იყო ვთქვათ ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ყველაზე ცხელი პერიოდი, ეხლა ცოტა გადაინაცვლა იქით, აი აგვისტო-სექტემბერი უფრო ცხელი არის, ვიდრე ვთქვათ ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ბატონო ხათუნა, არ ვიცი რამდენად შეძლებთ ამაზე პასუხის გამცემას, მაგრამ რამდენად თქვენი კომპეტენციის ფარგლებში. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ვთქვათ აგვისტომდე თვეში და შემდეგ უკვე აგვისტოს დასაწყისში აი ეს ძალიან ცხელი გვალვიანი პერიოდი, ასე ვთქვათ, დაწოლს მივახლოთ იწურებოდა და შემდეგ უკვე თქვა დინამიურად გადადიოდა შემოდგომისკენ. ეს პერიოდი არის ზოგადად ზაფხული პერიოდი, როდესაც ყველა ზღვაზეა და ზღვა ერთგვარი საშუალებაც არის სიცხეს დაბრძოლის და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ აგვისტოს ბოლოდან შემოდგომის პირობითად 14 რიცხვამდე ალბათ ან 20-მდე მაქსიმუმ, ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი სეზონი ჰქონდა ჩვენ შავი ზღვის სანაპიროზე. თუ ახლა ცხელი ზაფხულის პიკური დღეები გადაიწია აგვისტოდან შემოდგომის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი სეზონის პერიოდიც გადაიწევს თუ როგორ არის? აი
აი ამ წინა პერიოდში, აი ივლისის შუა რიცხვებამდე ზუსტად დაახლოებით მასეთი სიტუაცია იყო. აი ფიქრობდით ხოლმე, რომ აი ზუსტად ხავერდოვან პერიოდს გავს, აი დილის და საღამოს საათებში საკმაოდ სიგრილე იყო და შუა დღეზე იყო უფრო ტემპერატურის მომატება. მაშინ როცა ეხა წინა უფრო 30-იან წლით ადრე რომ გადავხედოთ იმ პერიოდს, აი ეს პერიოდი საკმაოდ ისეთი აი ზაფხულისთვის დამახასიათებელი, ანუ დილიდან რო უფრო ისეთი მაღალი ტემპერატურები იყო. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ გადაიწევს თუ არა, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი თუ თქვათ ადრე სექტემბრის შუა რიცხვები უკვე ხავერდოვანი პერიოდი იყო. აი ამ პერიოდში ისევ ჯერ კიდევ აი ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება. აი ეს ხავერდოვანი პერიოდი გადაიწევს ამთლად ერთი თვით არ გადაინაცვლებს, მაგრამ რაღაც რამდენიმე კვირით რა თქმა უნდა გადაინაცვლებს. ანუ ცოტა უფრო გვიან დაიწყება და ოდნავ გვიან დასრულდება. დიახ, ოდნავ გვიან დამთავრდება. გასაგებია. ქალბატონო ხათუნა, თქვენ გითხარით ყველაზე მთავარი რომ აგვისტოში, სადღაც 10 აგვისტოსთან 20-მდე შუალედში გარკვეულ დღეებში შეიძლება იყოს პიკური მაჩვენებელი ტემპერატურისა, დაბლობში 37 და კოლხეთის დაბლობში საერთოდ 40-მდე. ხო, და ამავე პერიოდში, ну შეიძლება მეტიც არ ვიცი, ამას გვიჩვენებს რეალობა და მაღალმთიან რაიონებში, ასეთ პიკურ დღეებში საშუალოდ დაახლოებით 33-ს გაუტოლდება თერმომეტრი. ეს ალბათ იმათვის, ვინც უნდა გაითვალისწინოს და ვინც გეგმავს აქტიურ დასვენების პერიოდს აგვისტოს დასაწყისში, აგვისტოს პირველ ნაწილში. და თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ აგვისტოს 10 რიცხვამდე, ანუ ეს ბოლო დღეები და აგვისტოს პირველი 5 დღე ალბათ რიცხვები, როგორი ამინდია მოსაოდნელი, როგორც აღვიქვით თქვენი საუბრიდან, წვიმა უკვე ნაკლებად შეიძლება იყოს მომაბეზრებელი, უფრო სიცხე, ხო? დიახ, აი როგორც თქვით, ივლისის ბოლო კვირა დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება უფრო ღამის საღამოს საათებში, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე უკვე საკმაოდ მატულობს იქაც ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე და აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება და უფრო მშრალი ამინდები. და აგვისტოს დასაწყისშიც საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იქნება და ხანმოკლე ხასიათის წვიმები ცალკეულ დღეებში იქნება. თუმცა უფრო შემცირებული ვიდრე აი ეს ივლისის პირველი ნახევარი ჰქონდა. გასაგებია. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა მიმოხილვისთვის და ამ ინფორმაციისთვის. მადლობა თქვენ. მადლობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და პრინციპში გრძელვადიანი პროგნოზი გაგვაცნო ამინდისა, როგორც მისგან შევიტყვეთ უახლოეს პერიოდში წვიმა ნაკლებადაა მოსაოდნელი და კონკრეტ რაღაც ცალკეულ დღეებში პიკური მაჩვენებელი სიცხისა 37 დაბლობში და კოლხეთის დაბლობში განსაკუთრებით 40 და არ ვიცი შესაძლებლობით, აი ამ რადიუსში იყო საუბარი და ამავე დღეებში, როდესაც დაბლობში მსგავსი ტემპერატურა იქნება, მოსაოდნელია რომ საშუალო ტემპერატურა მაღალმთიან რეგიონში 33 გრადუსამდეც დათბეს და როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ მსგავსი მაღალი მაჩვენებელი სიცხისა, ასეთი თალკეული დღეები იქნება სავარაუდოდ 10 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შუალედში. გაითვალისწინეთ და დეტალებს თუ გინდებათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი, მოისმინოთ ჩანაწერი, განთავსდება სტუმართან ჩვენი დიალოგი რადიო ემდის Facebook გვერდზე.